1960 წელი ბრიუსელი პირველი გამოფენა ომის შემდეგ, სადაც სხვადასხვა ქვეყნებში ჩაქონდათ თავისი მიღწევები და აჩვენებდნენ სხვებს თუ რა გააკეთეს კაცობრიობისთვის. საბჭოთა კავშირის ამ გამოფენაზე ყველაზე დიდი პავილიონი ჰქონდა. მან იქ წარადგინა პირველი ატომური კრეისერი, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, თქვენ წარმოიდგინეთ, და ავტომობილები GAZ-13 და GAZ-21. GAZ-13 იგივე ჩაიკა და GAZ-21 იგივე ვოლგა. გამოფენის პირველივე დღეს ატყდა ძალიან დიდი სკანდალი. ამერიკელი ინჟინრები ამბობდნენ, რომ რუსებმა მათგან ნამუშევარი მოიპარეს, რადგან ჩაიკა ძალიან გავდა ამერიკულ პაკარდს, ხოლო GAZ-21 ამერიკულ ფორდს. და თან ამ ყველაფერს ამძიმებდა ისიც, რომ GAZ-ის ინჟინრებს და დიზაინერებს სტაჟირება გავლილი ჰქონდათ ამერიკულ ფორდში. კი ბატონო, ძალიან დიდი ამბავი აიწია, იმდენად დიდი, რომ გაზეთებმაც კი დაწერეს ამის შესახებ და ავტომობილების ჩამორთმევა და დაპატიმრება გადაწყდა. თუმცა, მესამე დღესვე ამერიკიდან გაისმა ზარი იმ გამოფენაზე მყოფ ამერიკელებში და ისე მოხდა ყველაფერი, რომ საღამოს აღარაფერი აღარ ახსოვდა. მეტიც, საბჭოთა კავშირის პავილიონმა იმ გამოფენაზე გრან-პრიც კი მიიღო. ანუ ყველაზე მაგარ პავილიონად დაასახელეს და ყველაზე მაგარი რაღაცეების წარმოდგენად კაცობრიობისთვის რამდენი რამე გააკეთეთ. კი ბატონო,